კიევი, დნიპრო, ოდესა, კრივი რიგი, პოლტავა, დნიპრო, მიკოლაევი, ლვივი. ყველა ამ ქალაქში უკრაინის მოსახლეობა აპროტესტებს თანამდებობიდან ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის გადაყენებას. მიუხედავად იმისა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინისთვის საკადრო ცვლილებები ხშირია, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო გადაწყვეტილებებმა მაღალი საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი შეცდომად მიიჩნევს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტიდან ფედოროვის გადაყენებას იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებით აგრესორი ქვეყნის სიღრმეებში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე დარწმუნის მიტანითა და მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის იზოლაციაში მოქცევის თვალსაზრისით, რაც მანამდე ერთი შეხედვით რთულად შესრულებადი საქმე იყო. ჩემი აზრით, ფედოროვი სრულიად ახალი ტიპის, სრულიად ახალი დონის ლიდერია და ამავე დროს ძალიან წარმატებულია. მას არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. მის მიერ წამოწყებული და განხორციელებული პროექტები ამას თავად ადასტურებენ. სამწუხაროდ, იგივე ვერ ითქმის ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაზე, რომლის საქმიანობაც ჯერჯერობით საპირისპირო საჩვენებს. ამას ყველა ხედავს და რაც მთავარია, ამას ჩვენც ვხედავთ. ამიტომ არჩევანი ასეთია: ან წინ მივდივართ და გავიმარჯვებთ, ან ერთ ადგილზე ვდგავართ, ან უკან ვიხევთ. და ასეთ შემთხვევაში დამარცხების ალბათობა ძალიან მაღალია. ვერ ვიტყვი, რომ მისი დანიშვნისას განსაკუთრებული ენთუზიაზმი მქონდა ან რაიმე განსაკუთრებულს ველოდი, მაგრამ მისი დანიშვნის შემდეგ, როგორც ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და ამ ქვეყანაში ცხოვრობს, გვირაბის ბოლო სინათლე დავინახე. მივხვდი, რომ შესაძლოა ომის დასრულებასაც მოვესწრო. უკრაინის სხვადასხვა ქალაქში შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის მოთხოვნაა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარ სარდლის ოლექსანდრ სირსკის გადაყენებაც, რომელიც როგორც აღმოჩნდა, თავდაცვის უწყებაში გამოწვეული საკადრო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამ საკითხზე თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პირველად ისაუბრა თავად მიხაილო ფედოროვმაც, რომლის თქმითაც სამხედრო მაღალჩინოსანმა ზელენსკი ფაქტობრივად ულტიმატუმის წინაშე დააყენა. არჩევანი გაეკეთებინა მასსა და სირსკის შორის. ახალი მთავრობის მინისტრთა ახალი კაბინეტის დანიშვნის ეს გადაწყვეტილება საერთოდ არავის აუხსნია. პრობლემა ის იყო, რომ კომუნიკაცია საერთოდ არ ყოფილა. არავის არაფერი განუმარტავს. უბრალოდ ასე მოიქცნენ. თითქოს გვეუბნებიან, თქვენ ახსნა განმარტებას არ იმსახურებთ. უბრალოდ ასე გავაკეთეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. რატომ? რის საფუძველზე? ეს არავის უთქვამს. მხოლოდ რამდენიმე ფრაზა მოგვიგდეს. ძაღლისთვის გადაგდებული ძვლებივით, შეეგუეთ. სწორედ ამიტომ დგანან აქ ადამიანები უკვე 12 საათზე მეტია. თანხმობებას არმიის ხელმძღვანელობას და თავდაცვის აწუყე ყოფილ მინისტრს შორის ადასტურებს ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საკადრო ცვლილებები არის იძულებითი ნაბიჯი იმ ფონზე, როდესაც შეუძლებელი გახდა კონფლიქტის აღმოფხვრა შეიარაღებული ძალების წამყვან როლებში. ქუჩებში შეკრებილ დემონსტრანტებზე საუბრისას კი მან თქვა, რომ ეს მკაფიოდ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პროცესს. მე უკრაინის პრეზიდენტი ვარ. არსებობს თავდაცვის სამინისტრო და არმიის ხელმძღვანელობა. მათ თავიანთი საქმე უნდა აკეთონ. ყოველდღე თანმიმდევრულად და პატიოსთან ჩემი მხარდაჭერით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია, თუმცა გარკვეული საკითხები მათ საკუთარ დონეზეც უნდა მოაგვარონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ პატივს წემ. ამიტომ აუცილებლად ვაჩვენებ, რომ ჩემი მოქმედების კურსი პირდაპირი და მკაფიოა. უბრალოდ ვაჩვენებ, რომ თუ პასუხისმგებელი პირები საკითხს ვერ მოაგვარებენ, მაშინ მისი მოგვარება თავად მომიწევს. რაც შეეხება ქუჩებში გამოსულ ხალხს, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. სწორედ ამიტომ ხალხი აკეთებს იმას, რაც სურს. მათ უნდათ ქუჩებში გასვლა და ეს ნორმალურია. ომის პირობებშიც კი მოსახლეობას შეუძლიათ თავისუფალი ნების გამოხატვა. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე მეტს ნიშნავს. 16 ივლისის ხტომაზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა საგაზაფხულო სესიისთვის დასკვნითი იყო, უმაღლესმა რადამ უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ სერჰი კორეცკის ხელმძღვანელობით პირის, რომელსაც პოლიტიკურზე მეტად ბიზნეს გამოცდილება აქვს, თუმცა როგორც უკრაინული მედია წერს, წარმატებულად შეუძლია კრიზისული სიტუაციების მართვა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკისთვის წონადი არგუმენტი აღმოჩნდა. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად უკრაინის პრეზიდენტმა ევგენი ხმარა დანიშნა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებს. მისი თქმით, ხმარას კანდიდატურას თავდაცვის უწყების მმართველის პოზიციაზე უმაღლეს რადას მალე წარუდგენს, რაც სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საზოგადოების ეწევას ზელენსკიზე.